სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ადამიანი ბედნიერებისათა სიხარულისათვის არის გაჩენილი. თითოეული ჩვენთაგანი ესია ამგვარად და მეც თავისთავად ცხადია. ბედნიერება და სიხარული მინდა. დღეს დილას დამძიმებული მოვედი. არ ვიცი, მიზეზი კონკრეტული არ ვქონდა. შემდეგ ვეძიებდი ამ სიმძიმის მიზეზს და ამ მდგომარეობიდან გამოსვლასაც ვცდილობდი და აღმოჩნდა, რომ ამ სიმძიმის მიზეზი ყოველთვის არის ასეთი სიმძიმის მიზეზი ყოველთვის საკუთარი თავია. საკუთარი თავია, რომელიც არ გაძლევს საშუალებას იბედნიერო ღმერთით, როგორც ერთადერთი სიცოცხლის წყაროდ. მე მოვიდა განცდა, რომ მალევე ზიარები და ამან დიდი სიხარული მომიტანა. მე ფიქრი თუ რატომ უნდა მომიტანოს სიხარული ზიარება, როცა მე ამის ღირსი არ აქვს. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი დაცემულობიდან, უღირსობიდან და ყველა იმ ცოდვიდან, რომელიც არის საერთოდ სამყაროში და ეს სამყაროში არსებული ყველა ცოდვა ჩემში არსებობს. რატომ უნდა მომიტანოს სიხარული ზიარება? არადა გრძნობდი წინასწარ რომ სიხარული იქნება. უკვე მიხარობდა რომ უნდა ზიარებულიყო. პასუხი ერთადერთი აღმოჩნდა. ეს არის ჩემი არჩევანი. მე რომ მინდა ღმერთთან ყოფნა, ეს არის საფუძველთა საფუძველი იმისა, რომ მე შეიძლება ვიყო ბედნიერი და გახარებული ღმერთთან ყოფობით. დიახ, ყოველი ადამიანი სწორედ ამ არჩევანისათვის იბადება ამ ქვეყანაზე. აი ეს არჩევანი გინდა თუ არა იყო ღმერთთან. ეს არჩევანი, რომ დაბადებულიყავი ქრისტეს დროს იცნობდი თუ არა მას, მიხვიდოდი თუ არა მასთან, გექნებოდა მასთან თუ არა ურთიერთობა. ერთი ადამიანის ბედნიერება ეს მისი არჩევანია. ორი ადამიანის ბედნიერება ორივეს არჩევანი. ხოლო მრავალი ადამიანის ბედნიერება მრავალის არჩევანია. ანუ საზოგადოების ბედნიერება საზოგადოების არჩევანია. გვინდა თუ არა ჩვენ ღმერთთან ყოფობა. როცა ადამიანს ღმერთი არ სცამს, იგი ძალიან მარტივად წყვეტს პრობლემას. ღმერთი არ არის და მორჩა. და რაღა დაგვრჩენია, რადგან ღმერთი არ არის ყველაფერი შესაძლებელი, ამიტომ ჩვენი სიმართლე ერთადერთი სიმართლეა. ჩვენს მიერ არჩეული ცხოვრების გზა ერთადერთი გზა არის. სიცოცხლე მხოლოდ ის არის, როგორც მე მესმის და ვხედავ. გნებავ პირუტყული და არ ვქით ამას. და გნებავ დემონური. ხომ მსიამოვნებს ამიტომაც. ცხოვრობ ისე, როგორც მომეხასიათება. თუმცა დღეს პავლე მოციქულმა აღმოგვიკითხა, რომ ესეთი ცხოვრება არის საგზალი მარადიული ტკივილისათვის, ჯოჯოხეთისათვის. მაგრამ ურწმუნო ადამიანი კვლავ თავისას გაიძახის, მე არ მჯერა, არ მწამს, მაგრამ გულის სიღრმეში ეს სულაც არ არის. ყველაზე გულმხურვალე ათეისტსაც კი რელიგიური ძნობები და განცდები აქვს. ცხოვრებისეულ გარკვეულ მდგომარეობებში და ყოველთვის აქვს გარკვეული შიში. ასეა თუ ისე ჩვენ თუ ვართ მეტნაკლებად თუ გჯერა ღმერთის არსებობის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ არჩევანისათვის დავიბადეთ. და კიდევ ვიმეორებ, მე თუ დავიბადე არჩევანისათვის და შენ და ჩვენ, მაშინ ჩვენი ერთობლივი ბედნიერება მხოლოდ ამ არჩევანის სისწორეზეა დამოკიდებული. ხო შეიძლება ადამიანი შეცდეს თავის არჩევანში. შეუძლებელი. ადამიანის შეცდომა უმთავრეს არჩევანს გულისხმობს. ამ უმთავრეს არჩევანში შეცდომა მთლიანობაში არის შეუძლებელი. უმთავრეს არჩევანში მე გულისხმობ რა, ჩვენ დავბადებულიყავით ქრისტეს დროს, ვიცნობდით თუ არა მას და გვექნებოდა თუ არა მასთან ურთიერთობა, როგორც უნდა გქონოდა, ანუ მოწაფისა მოძღვართან.
ამ არჩევანში შეცდომა საბოლოო შეცდომას გულისხმობს, არის შეუძლებელი. არსებობს დროებითი შეცდომა, აი როგორც პავლე მოციქულს ჰქონდა. ასევე ავაზაკის შეცდომა, რომელმაც მთელი ცხოვრება შეცდომით იცხოვრა, მაგრამ ვერ წავიდა, არ წავიდა ამ ქვეყნად ისე, სანამ საბოლოოდ არჩევანი არ გააკეთა. არჩევანი გააკეთა იუდამას, რომელიც იცნობდა ქრისტეს, მაგრამ სწორედ იმ არჩევანით წავიდა, რომ მას ქრისტე არ უნდა. ანუ არჩევანი, ჩვენი არჩევანი აუცილებლად დაფიქსირდება. არავის არ გქონდეს იმის ილუზია, რომ თუ ვერ მოვახერხე და რაღაც შემეშალა, მერე ეგების რამე მეშველოსო. ესე არ ხდება. ესე იმიტომ არ ხდება, რომ ღმერთს არ სურს, რომ ჩვენ აქედან წავიდეთ, ისე რომ არჩევანი გაკეთებული არ გქონდეს. მართალია, არჩევანის გაკეთებაცა და მისი დაფიქსირებაც ხშირად საიდუმლოებრივია და ჩვენთვის მოუხელთებელია, იმიტომ რომ ადამიანია თავად ესეთი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს აუცილებლად მოხდება. რადგან არასწორი არჩევანისაგან ჩვენ გვიცავს სულიწმინდის მადლი. ანუ არჩევანი მე დავინახო ქრისტე, რა დროსაც არ უნდა ვცხოვრობდე, დღეს თუ ქრისტემდე სულ ერთია რა გარემოში, რა საზოგადოებაში, რა ეპოქაში. კიდევ ვიმეორებ, ძველი აღთქმის პერიოდში თუ დღეს, ანუ ქრისტემდე თუ დღეს სულ ერთია. მე ჩემი არჩევანი ყოველთვის აი ამგვარად შეფასდება, ფასობს და შეფასდება მომავალში, რომ დავბადებულიყავი ქრისტეს დროს რა არჩევანს გავაკეთებ. და ამ არჩევანში შეცდომა არის აბსოლუტურად გამორიცხული, იმიტომ რომ ამ სწორ არჩევანში გვიცავს და გვეხმარება სულიწმინდის მადლი. იმიტომ რომ სადაც არის ძე ღმერთი, იქ არის ღვთის მადლი ასევე სულიწმინდის. ადამიანი ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ ღმერთთან ერთად არსებობს მხოლოდ. ადამიანი ეს ისეთი ქმნილებაა სხვა ქმნილებისაგან განსხვავებით, რომ იგი ღმერთის გარეშე არ არსებობს. მასში შთაბერილია სიცოცხლის სუნთქვა. ანუ ჩვენშია ეს. ამიტომ შეუძლებელია, რომ ადამიანმა ღვთის მოქმედება ვერ იცნოს. შეუძლებელი. ჩვენ ძალიან გვინდა ხოლმე გავამართლოთ საკუთარი არასწორი ქმედება და არასწორი საქციელი უღმერთო უბრალოდ უცოდინრობით. ან კიდევ უფრო ბავშვურია, როცა ადამიანი თავის არასწორ დამოკიდებულებას ღმერთთან ამართლებს თავისი წარსულით, არასწორი აღზრდით, ასაკით და ასე შემდეგ. ანგრებათ როგორც წეგან გითხარით, შეცდომით რომ უცოდინრობით, რომლის გამოც მე დაუშვი შეცდომა და ვერ ვიცავ. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის გარეშე არასოდეს არ ვართ. ყველაზე უკანასკნელი ათეისტიც კი არასოდეს არ არის ღმერთის გარეშე. ადამიანია თვითონ ესეთი არსება. კიდევ ვიმეორებ, სიცოცხლის სუნთქვაა ჩვენში, როგორც ჩვენას ადრე ხშირად გვითხოვს. ამიტომ ადამიანი აუცილებლად ხედავს რა მის თვალწინ საღვთო ქმედებას, ღმერთის ქმედებას განივთებულს მატერიალურ სამყაროში, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი სახით, სასწაული, ნიშანი, სულ ერთი რასაც არ უნდა დავარქმევდე. მოვლენა, ყოფაში, ისტორიაში, სახელმწიფოში, ურთიერთობებში, სულ ერთი, ყველგან ღმერთის კვალი. ამიტომ შეუძლებელია ადამიანი ამ ეს ყველაფერი ადამიანის თვალწინ იყოს და არის კიდევაც და შეუძლებელი ადამიანს ეშლებოდეს. ადამიანი აუცილებლად ან შეგნებულად იღებს, ან შეგნებულად უარყოფს. და ამით შეგნებულად იღებს და ადიდებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ჩვენს თვალწინ ხორციელდება რაიმე ქმედებაში, ან შეგნებულად უარყოფს და გმობს. შეგნებულად. აქედან გამომდინარე ჩვენ აღარ გაგვიკვირდება უფლის ძალიან კატეგორიული სიტყვები. გახსოვთ ხო? თვით ცეკაცის უარყოფაც კი მიეტევება, ამაში გულისხმება, როცა ადამიანი ვერ იცნობს თავდაპირველად, როგორც პავლე მოციქულს ემართებოდა ქრისტეში ადამიანად მოსულ ღმერთს. მაგრამ უფალი ხას უსვავს კატეგორიულად, სულიწმინდის მგმობას არ მიეტევებაო, არასოდეს, არც აქ და არც მარადისობაში. ეს არის ის სასიკვდილო ცოდვა, რომელზეც
იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს. ასეთებისათვის არ ილოცავთ, რა საოცარ ამის ამბობს. კრისთვის უნდა ვილოცოთ. მოკლედ ყველასთვის უნდა ვილოცოთ. მაგრამ არ იცოდვა სასიკვდინე, არ იცოდვა არასასიკვდინე. ილოცეთ იმათთვის, ვინც არასასიკვდინე ცოდვას ჩადის. ვინ ჩადის არასასიკვდინე ცოდვას? არა იმ გრადაციით, რომელიც ასკეტურ ლიტერატურაშია. ნაყროვანება, ამპარტავნება, სიძვამუშობა, ქურდობა და ასე ცილისწამება და ასე შემდეგ, რაც არის უმძიმესი სასიკვდილე ცოდვები. არა ამ გრადაციით. ჩვენ ასეთი ადამიანებისათვის უნდა ვილოცოთ. არამედ იმ გრადაციით, რომელიც უფალმა მოგცა, სულიწმინდის მგმობელს არ მიეტევებაო, ამაზე ამბობს იოანე ღვთისმეტყველი ამ შემთხვევაში, რომ ილოცეთ მათთვის, ვინ ცოდავს. ცოდავს არასასიკვდინე ცოდვა. ხოლო სასიკვდინე ცოდვა არის ის, როდესაც ადამიანი შეგნებულად, გააზრებულად უარყოფს ღმერთს, რომელსაც უფალი უწოდებს სულიწმინდის გმობას. და ეს არის მისი შეგნებული პიროვნული არჩევანი. პავლე მოციქული იყო თუ არა ესეთი? არ იყო პავლე მოციქული ესეთი. ამიტომაც იყო, რომ მას როგორც კი მიეცა ნიშანი ღვთისაგან, იმ წამსვე იგი უფლის ერთგული ხდება. ასეთი ნიშანი მრავალს მისცემია. თითოეულ ჩვენთაგანი აქ იმიტომა, რომ ამ ნიშნით მოვედი. თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში ყოველ წამს უფალი ავლენს საკუთარ თავს. როცა ადამიანი ამ ყველაფერს ზურგს აქცევს, ხელს კრავს, უარყოფს, იგი ღვთის მგმობელად ითვლება, შეუნარებელ გმობელად, აკეთებს თავის შინაგან არჩევას, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვინ როდის გააკეთებს არჩევას. სხვათა შორის, ამ არჩევანთან დაკავშირებით ეკლესიაში არის სწავლება, რომ ისინი, ვინც აირჩევენ ანტიქრისტეს თავის მეუფედ, მათ არჩევანი გაკეთებული ექნება, ჯერ კიდევ ცოცხლებს და ჩვენთვის გასაგები იქნება, რომ ისინი ვეღარ შეინანებენ. საინტერესოა, აი ანტიქრისტე ვახსენებ. ჩვენ ანტიქრისტეს დროს ჯერჯერობით არ ვცხოვრობთ. შეიძლება მოვესწროთ. შეიძლება ვერ მოვესწროთ. აქვს თუ არა ამას პრინციპული მნიშვნელობა. მე ხშირად მithქვავს, რომ ადამიანი ვერცეთი ადამიანი რა დროსაც არ უნდა ცხოვრობდეს. ვერცეთი ადამიანი ვერ ჩადგება პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ქრისტეს დროს ცხოვრობდა თუ არ ცხოვრობდა. ანტიქრისტეს დროს ცხოვრობდა თუ არ ცხოვრობდა. ქრისტემდე ცხოვრობდა თუ, ანუ როდი არა აქვს მნიშვნელობა. ადამიანის ხვედრი, მარადული ხვედრი, განპირობებულია მხოლოდ ერთი რამით. მას რომ ქრისტეს დროს ეცხოვრა, იცნობდა თუ არა იესო ქრისტეს. და აი ეს აკეთებდა თუ არა სწორ არჩევანს. და აი ეს არჩევანი რა დროსაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი. ყოველთვის გამოვლინდება და ყოველთვის დაფიქსირდება. შეუძლებელია იესო ქრისტე ვერ იცნოს ადამიანი. იმიტომ რომ იესო ქრისტეში დამკვიდრებულია მთელი ღვთაება ხორციელად, როგორც პავლე მოციქული ამბობს. და იესო ქრისტეს ხილვა მამა ღმერთის ხილვის იდენტურია, როგორც თავად უფალი გვასწავლის, ვინც მე მიხილა, იხილა მამა. ამიტომ შეუძლებელია ჩვენ დაგვენახა იესო ქრისტე ხორციელად და ვერ გვეცნო იქ. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ხოლო იმ შემთხვევაში შეიძლება და მისი ვერცნობა და არცნობა და არ დაჯერება, რომ იგი ადამიანად მოსული ღმერთია, თუ ჩვენ გავაკეთებდით აი არასწორ არჩევანს, ღმერთო შენმე არ მინდიხარ. სხვანაირად აბსოლუტურად გამორიცხულია. ანტიქრისტეს დროს ძალიან ადვილი იქნება. ესე ვამბობთ ახლა ჩვენ. ცნობა იმისა, რომ ის არის ანტიქრისტე. მრავალი ნიშანი გვაქვს ამისათვის მოცემული. მაგრამ უფალი ამბობს, რჩეულნიც ცდუნდები. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვინც თავის საკუთარ თავს ქრისტიანებად თვლიან, ისინიც ვერ მიხვდებიან, რომ ის არის ანტიქრისტე, თუმცა ძალიან ადვილი მისახვედრი იქნება. რატომ იქნება ადვილი მისახვედრი? იმიტომ რომ ის სოფლიო მეუფე იქნება პირველი სოფლიო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია მოხდება იერუსალიმში. ეს ჩვენ ვიცი. მაგრამ რატო ვერ ვიცნობთ? თვით ქრისტიანების კი რატომ ვერ იცნობთ? რატო გაუჭირდებათ მისი ცნობა? იმიტომ რომ გარეგნული ნომინალური ქრისტიანობა. ანუ გარეგნული შენი მდგომარეობა ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. თავარია ის შინაგანი სიღრმისეული არჩევანი, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გააკეთოს.
ღმერთი თუ უღმერთობა, ქრისტე თუ ეშმაკი. მე წაგან გითხარით, რომ ერთი ადამიანის ბედნიერება იმ ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული. აი ამ პიროვნულ არჩევანზე. ქრისტე თუ შუალედი არ არსებობს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჯოჯოხეთისა და სასუფევლის წინამდგომარეობა. ქრისტესთან მიმართებაში, იმ არჩევანში, რომელიც შეუნა გააკეთო ჯოჯოხეთის და სასუფევლის წინამდგომარეობაში აღმოჩნდები, ან ერთში, ან მეორეში. ქრისტე, ესე იგი, სასუფეველი, ქრისტეს უარყოფა, ესე იგი, ჯოჯოხეთი, შუალედი, შუატონები არ არსებობს, ან შავი, ან თეთრი. შავი საშინელი სიბნელე, ხოლო თეთრი მარადიული განვითარება სინათლის. ერთი ადამიანის ბედნიერება ეს არის ერთი ადამიანის არჩევანზე დამოკიდებული. ორის არჩევანზე. ორი ადამიანის ბედნიერება ორის არჩევანზეა დამოკიდებული და ეს არჩევანი ერთი და იგივეა. სამი ადამიანის ბედნიერება სამი ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული და ესეც მათი არჩევანიც ერთ და იგივე იქნება. მილიონი ადამიანის არჩევანი ბედნიერება მათ არჩევანზეა დამოკიდებული და ამ მილიონი ადამიანის არჩევანი ერთი და იგივეა. როგორ ესე იგი ჩვენ რა ნახირი ვართ ერთი ცნობიერება გვაქვს? არა. არჩევანი ქრისტეს სასარგებლო. და რა თქმა უნდა, ხო ხვდებით, ქრისტეში არის ქრისტე არის ადამიანად მოსული ღმერთი. მაცხოვარი არის ადამიანი, რომელშიც მთელი ღმრთაება დამკვიდრებულია ხორციელად. ანუ მისი ხილვა, მამა ღმერთის ხილვის იდენტურია კიდევ მეორე. ხოლო ღმერთი არის სრულყოფილების სისავსე. სრული განვითარება და შემოქმედება ადამიანური ბუნების და რეალიზება ადამიანური ბუნების, ადამიანის გაღმრთობა, სისავსე, სიცოცხლისა, ბედნიერებისა, სიკეთისა, სიყვარულისა. ხოლო ერის ბედნიერება დამოკიდებულია ერის სწორ არჩევანზე. დღეს ესია რაღაც გაყოფილი თითქოს ერი, ეროვნულობა და სახელმწიფო. ერის ინტერესი და სახელმწიფო ინტერესი. ხელისუფლება და ერი. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ სულაც არ არის გაყოფილი ეს. მე როგორც ქრისტიანი ამას მევხედავ. შეიძლება იყოს ერი, ეროვნულობა, სამშობლო და ხელისუფლება, რომელიც ვერ აცნობიერებს თუ ვისი ხელისუფლება. შეიძლება ესე იყოს. ისტორიაში ამის მაგალითები უამრავი. ძველათაც და ეხლაც. საქართველოს ისტორიაში, სოფლიო ისტორიაში. ჩვენ საქართველოს ისტორია, ქართველები ვართ, საქართველო გვადარდევს და საქართველოს ისტორიას მივხედავ. დამახსენდა როსტომ ხანი. როსტომ ხანი საკუთარ თავს ქართველი იყო, ბაგრატიონი იყო. საკუთარ თავს აცნობიერებდა. სპარსელების დასმული იყო. საკუთარ თავს აცნობიერებდა როგორც საქართველოს ხელისუფალი, მაგრამ იყო იგი საქართველოს ხელისუფალი როგორც სამშობლოს, როგორც დედულეთის, ჩვენი ერის, ღვთისმშობლის სილხვედრის იყო თუ არა როსტომ ხანი ასე, რომელმაც თავისი ცხოვრების წესით გაღწნა მაშინდელი საქართველოს ზნეობრივად. ძალიან შორს წავედით. ცოტა აქეთ მოვტრიალდით. 18 წელი საქართველოსათვის და 18-21 წლები. ყავს ეროვნული ხელისუფლება. ღვთისაგან საოცარი საჩუქარი, თავისუფლება, სანუკვარი, სანატრელი. საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბამდან ეს საზღვრები, რომელიც არც კი დაესიზმრებოდა იმ საქართველოს, რომელიც რუსეთს შეუერთდა. ეს საზღვრები, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით, შრომით, გარჯით, ლოცვით მოპოვებულია. საოცარი ძღვენი, აი რომ ვერც წარმოიდგენ ისეთი ძღვენი მოგვეცა ჩვენ ღვთისაგან. თავისუფლების გამოცხადება, ერის სიხარული, მოედანზე ცეკვა თამაში. ქაქუცა ცეკვავს და გახარებულია, თუმცა რა იცის? ქაქუცა რა ძმრად ამოადენენ ამ სიხარულს. რა უხარია მაშინდელ ერთს, რა საინტერესოა. აი რა გვიხაროდა მაშინ ჩვენ?
მაშინ ჩვენ ერში ისეთი ადამიანები ყო, როგორც ქაქუცა, როგორც მიხახელაშვილია, როგორც მარო მაყაშვილია, როგორც გიორგი მაზნიაშვილია. აი ესეთი ადამიანები საქართველოში არიან. როგორც ლეონიდე, ამბროსი და დღეს ხსენებული კირიონი. აი ეს ადამიანები არიან საქართველოში. მაგრამ მარტო ესენი არ არიან. დიდი საქართველოა ამ დროს, დიდი სიხარულია ამ დროს, დიდი ბედნიერება ამ დროს და ეს საქართველო თავის გზას ირჩევს სოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში. და ეს გზა აღმოჩნდა დამღუპელი საქართველოსათვის. ჩვენ ყავდა ხელისუფლება, ჩვენ ყავდა მთავრობა, რომელიც არ იყო ეროვნული. მას ზულდა საქართველო და მას ზულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მას ზულდა მსოფლიო ეკლესია, მას ზულდა ქრისტე. კითხვა დავსვათ. იყო თუ არა მაშინდელი ხელისუფლება ეროვნული და ჩვენ შეგვეძლო თუ არა ახმა ამ ხელისუფლების როგორც ჩვენი ერთგული და არა რაღაც უცხო. ხომ განსხვავდება, აი მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ ყავდა ხელისუფლება, ადგილობრივი, რომელიც იყო მარიონეტი და კრემლის ხელისუფლება. ან 18 წლამდე როცა ცარისტული რუსეთი იყო, ყავდა ხელისუფლება, მაგრამ ეს ხელისუფლება იჯდა კვლავ რუსეთში, პეტერბურგში. იყო თუ არა ის ხელისუფლება, ჩვენი ის არ იყო თავისთავად ცხადია ჩვენი ხელისუფლება. მაგრამ აი როსტომ ხანი იყო ჩვენი ხელისუფლება. ჟორდანიას ხელისუფლება იყო ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ იყო კი ის ხელისუფლება ჩვენი ხელისუფლება და რატომ არ იყო ჩვენი ხელისუფლება? იმიტომ რომ ორი მიმართულები ანადგურებდნენ ერთს, როსტომ ხანის ხელისუფლება და ჟორდანიას ხელისუფლება. ზნეობრივი გახწნა ერისა და საქართველოს და მცდელობა საქართველოში ამოძირკვონ დუღაბი საქართველოსი, დედა ეკლესია. როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ გახსნა ზნეობრივად ერი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ეს დუღაბი გააქროს, უგულებელსხოს, მოიცილოს. ანუ დედა ეკლესია, არის თუ არა ეს ხელისუფლება ეროვნული, არის თუ არა ეს ხელისუფლება ჩვენი გადამჩენელი, მიყვარდეს თუ არა უნდა ეს ხელისუფლება, ესეთი ხელისუფლება. ჩვენ არ ვიმსახურებდით 18-21 წლების საქართველოს, აი ამ დიდ საქართველოს. არ ვიმსახურებდით, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ილია მოვკარეთ. ილია სიკვდილს კიდე დაუბრუნდები. მაგრამ ილია სიკვდილი ძალიან მნიშვნელოვანია. ილია, რომელმაც ისე შეცვალა ქართველი კაცის ცნობიერება, რომ ეს ცნობიერება დღემდე არსებობს ჩვენში. ილიამ, რომელსაც დღესაც სულში აფუთხებენ, იმიტომ რომ მან თქვა მამული ენა და სარწმუნოებაო და სხვა პირველ ორს არ ვეხები, იმიტომ რომ ძალიან კარგადაც იცით რა მდგომარეობაშია მამულიცა და ენაცა და აი სარწმუნოებასაც რომ მიადგნენ. ილია მოხუცდა. მალე გარდაიცვლებოდა კიდევაც. ილიამ მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა, ღმერთმა შვილიც არ მისცა, მას მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა ერს. შექმნა ის ცნობიერება, რომელსაც ჩვენ დღეს ვამაყობთ. იგი ჭეშმარიტად ერის მამაა. და ბოლოს გაჩნდნენ ვიღაც არსებები საქართველოში, არსებები, რომლებსაც მე არათუ ქართველებს, ადამიანებსაც ვერ ვუწოდებდი, რომლებიც ყბენარებივით, ბუზანკალებივით დაესიან ამ ერის ბურჯს და დაუწყეს გამოხვა ამ დედაბოძს, რომელსაც ილია ერქვა. და ბოლოს წააქციას და სიხარულის ყიჟინა დასცეს. მე ვერ ხვდები, როგორ შეიძლება, აი ღმერთის შემწყნარებლობა საზღვარი არა. მე არ მესმის ჩემი ცოდვილობიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ისეთი ერისათვის, როგორც საკუთარი მამის მკვლელი იყო, თავზე ხელი გადაეცვა. მაგრამ ჩვენ ისეთი უცნაური ხალხი ვართ, თითქოს ღმერთის კი მოვატყვილეთ. იმიტომ რომ მართალია ილია მოვკალეთ, ანუ მამაზე ხელი ავიღეთ და სასჯელის ღირსი ვიყავით, მაგრამ თავი მოვიკატუნეთ. ვითომ ცრემლისა ვღვარეთ და თითქოს უფალს თავი შევაცოდეთ და უფალმა
ეგებაო, მოფერებით ეშველოთო და თავისუფალი საქართველო გვაჩუქა, დიდი საქართველო. როგორც კი თავისუფალი საქართველო გვაჩუქა, ჩვენ თავი ავიმაღლეთ. აი ეს უცნაური არსებები, რომლებიც გამრავდნენ საქართველოში, რომელმაც ეს დედაბოდი წააქციეს ხელისუფლებაში მოვიყვანეთ. ჩვენ კიდე გულუბრყვილოდ უგუნურათაც მოედანზე ვცეკვავდით და შემდეგ იმ ჩვენმა მოყვალემა ხელისუფლებამ ახალი უბედურება მოაწია საქართველოში. მან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოკლა თავისუფალ საქართველოში ჩვენ უარესწოდვა ჩავიდინეთ, ვიდრე მანამდე ცარისტულ რუსეთში გავაკეთეთ. მოვკალით ილია მართალი, მოვკალით ჩვენი მამა ილია, შევიძულეთ ჯერ იგი, შევიძულეთ ილია და მოვკალით და შემდეგ მოვკალით კათოლიკოს პატრიარქი უფრო მხნეთ, იმიტომ რომ ხა უკვე თავისუფლები ვიყავი და ცაკუდათ არ მიგვაშლა დედამიწა ქალავნა. ვინ იქნებოდა ჩვენი მძელე, როცა მთელი ევროპა ჩვენს ხარეზე იყო. საერთაშორისო, აი, მე ხლა უცებ ორი ინსტიტუტი გამახსენდა ეროვნული მაშინდელ ჟორდანიას ხელისუფლების დროს. ეკლესია თავისთავად ცხადია, ეროვნული ინსტიტუტი და ჯარი. ეს ხელისუფლება ჟორდანიასი ეკლესიასაც ებდოდა და ჯარიც რადგეს ჩაა. და საოცარი ჩვენი ჯარის შემართება და გიორგი მაზნიაშვილის. ამ საოცარი ადამიანის მე ყველას ჩვევის სახით გაძლევთ, რომ მისი მემუარები წაიკითხოთ. თავდაბლობას ისწავლით ამ მემუარებისაგან. ეს იყო კაცი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია. არც ერთი ომი არ წაუგია. ეს იყო გმირი, საოცრება და მისი საოცრება და ეს გმირობა მისი თავდაბლობიდან აღმოსდილია. ქვეყანა, სადაც ჯარი, პოტენციაში დიდი ჯარი, ძლიერი, მაგრამ რეალურად მიუსაფარი, დამშეული, საცოდნალ მდგომარეობაში ჩაგდებული ჯარები, ხომ არ მოყვები მის მემუარებს, რადგანში იყო მაშინდელი ჯარი, ამ ჯარს როგორ გაამარჯვებინა საოცარი ბრძოლები. ბრძოლები დენიკინთან, ბრძოლები თურქეთთან, ბრძოლები სომხეთთან. ყველა ბრძოლა მოიგო ამ ადამიანს. რითი მოიგო მე ხალხს გაუცებული ვარ და ვერ ხვდები. საოცარი გმირობის მაგალითები გვაქვს მაშინდელი საქართველოში, აი ამ ნახევრად დამშეული ჯარის. მაგრამ როდესაც იგივე გიორგი მაზნიაშვილის ვეხები, გიორგი მაზნიაშვილი არ ჭირდებოდა, იგი თავის ძალმოსილებას მხოლოდ ბრძოლის ველზე ავლენდა, ხოლო სხვა შემთხვევაში კრავი იყო და საოცარი თავდაბალი ადამიანი. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ მისგან, როგორც წმინდა მამისაგან თავდაბლობას, ყოველთვის ჩაგრავდნენ, როგორც ქრისტეს ჩაგრავდნენ, ყოველთვის დასცინოდნენ, როგორც ქრისტეს დასცინოდნენ და ბოლოს მოკლეს, როგორც ქრისტე მოკლეს. აი ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ქრისტე თუ მის საწინააღმდეგოდ. ანტიქრისტეს დროს კაცობრიობა აერჩევს ანტიქრისტეს. ამით უარყოფს ქრისტეს. მისი აი ანტიქრისტეს წინამორბედები ყოველთვის არიან. ჯერ კიდევ იოანე მოციქული ამბობს, ანტიქრისტები მრავალნი არიან. მრავალნი თუ იყვნენ მოციქულის დროს, დღეს რა გაიქნება, როცა დღეს თუ ყველა ანტიქრისტე გამეფთება. დღეს ძალიან ბევრი არიან. ანტიქრისტეს სული ბობოქრობს და ადამიანთა დაბეჭდას ცდილობს. ჩვენ ვიცით, რომ ანტიქრისტე დაბეჭდავს ადამიანებს შუბლზე და ხელზე. ჩვენ ვიცით, წმინდა მამათა განმარტებით, რა ბეჭედია ეს, როცა ადამიანს ესვლება ცნობიერება და მისი ქმედება, მისი ცხოვრების წესი, ანუ თავზე დაბეჭდა და მისი ცხოვრების წესი, ანუ ხელზე დაბეჭდა არის ქრისტეს საწინააღმდეგო. ამას შეიძლება რაღაც ტექნიკური უზრუნველყოფაც, ტექნიკური გამოვლინებაც გქონდეს, რომ ადამიანი სოციუმიდან გამოთიშო. რასაც ბეჭედი ქვია. მაგრამ ეს ბეჭედი თავის არსობრივი სახით უპირველეს ყოვლისა ცნობიერებისა და ჩვენი ცხოვრების წესისა და ცნობიერების შეცვლა. დღეს მრავალი აჟიოტაჟია ატეხილი ეგრეთ წოდებული ახალ პასპორტებზე და მომავალში ჩიპებზე და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა ვაფიქსირებ და ვამბობთ, ეს ძალიან ცუდი რამ არის, იმიტომ რომ ეს უწყობს ანტიქრისტეს გამეფების ტექნიკურ წინაპირობას ქმნის. რომ იგი რომ მოვა, მან ყველა ადამიანი უნდა გააკონტროლოს. და შესაძლებელი იქნება თუ ადამიანები დაიბეჭდებიან ჩიპებით. ეს თავისთავად ცხადია საშინელება. ამის წინაპირობა ეს პასპორტებია, რომელიც ასევე იძლევა ადამიანებს თითოეული ადამიანის მეტი კონტროლის შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას.
ეს თავისთავად ხაზია ცუდია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, მე პირადად ვამბობ უბრალოდ ესე მინდა ჩემ თავზე ვთქვა, რომ არც ეს ბეჭედი, უბრალოდ არც ეს პასპორტი, არც მომავალში ჩიპი არ არის თავისთავად ბეჭედი ანტიქრისტეს. ბეჭედი იქნება მაშინ, როდესაც ადამიანი თავის პიროვნულ არჩევანს დააფიქსირებს და იტყვის, რომ აი ის არსება, რომელიც ანტიქრისტია, არის ჩემთვის იგივე ქრისტე და ღმერთი. და ამის სანაცვლოდ, როცა მას მიეცემა უფლება სოციუმში ჩაერთოს და მიიღებს ამ ბეჭედის გარეგნულ ნივთიერ სახეს, მაგრამ თავარი ეს არჩევანია. და ეს არჩევანი კიდევ ვიმეორებ ადამიანს და არჩევანის არ მიღება მოწამეობაა და ცხონება, არჩევანის მიღება დაღუპვა, ძალიან მარტივი აქვს თითქოს საქმე ანტიქრისტეს დროს, მაგრამ დღეს რომ დავიბადე და როცა ჯერ კიდევ ანტიქრისტე გამეფებული არ არის. მე ხო პრივილეგია არ მაქვს, მე არჩევანს ეხლაც ვაკეთებ, დღესაც ვაკეთებ. ამ წუთშიც ვაკეთებ. და ხშირად გვითხოვს. ჩვენ შეიძლება ჩიპებისა და პასპორტების დევნაში რაღაც არ ჩამაკერო და მიმაწებონო, ჩემი ცნობიერება და ჩემი ცხოვრების წესი დამავიწყდეს. და ის უზნეობა, რაც დღეს საქართველოში არის გავრცელებული, გამრავლებული და მის გამრავლებას ამ უზნეობის ხელოვნურად ცდილობენ, ეს არის სწორედ ანტიქრისტეს ცნობიერებისა და ცხოვრების წესის დანერგვა. თუ ამგვარ ცხოვრებას შევიწყნარებთ, ჩვენ ნამდვილ ანტიქრისტეს, როცა იგი მოვა, ვერც კი ვიცნობ. თორე ეს ცნობიერება არის გადამწყვეტი ყველაფერში. კაინი როცა კლავს აბელს, განა კაინს ანტიქრისტეს ცნობიერება არ აქვს? განა კაინი აბელის მკვლელობით, განა ქრისტეს არ კლავს? რა თქმა უნდა ქრისტეს კლავს. განა ის არჩევანს არ აკეთებს ქრისტეს საწინააღმდეგოდ, კაინმა გააკეთა არჩევანი. კაინი რო დაბადებული იყო ქრისტეს დროს, იგი ქრისტეს ან მოკლავდა, ან იყირებდა ჯვარსაცურს. ესე იყო კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის. გაიხსენეთ თუნდაც ძველ აღთქმაში, ყველა წინასწარმეტყველს დევნიან და კლავენ. ესე იყო ჩვენ შემთხვევაში, იგივე ილია მართლის მაგალითი, რომ გავიხსენოთ. და ჩვენი პატრიარქისა კირიონის. ასე რომ ესია, თუ ადამიანი ქრისტეს საწინააღმდეგო არჩევანს აკეთებს, როგორც კი ქრისტეს მოიხელთებს როგორც სუსტს, რომელიც საკუთარ ძალმოსილებას არ ავლენს, მის მკვლელობას გადაწყვეტს. და ერთი სული აქვს ქრისტე მოკლას. მართალია, ურწმუნოები ხედავენ, რომ დღეს ქრისტე მიწაზე ხორცელად არ დადეს. მართალია ურწმუნოებს არ ჯერათ, რომ ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეული და ისინი სასაცილოდ ამბობენ, თავისთვის სასაცილოდ, რომ ესო რაღაც ორგანიზაცია არისო. მაგრამ მეორე მხრივ, ქრისტეს სახელს ატარებს რა ეს მათთვის ორგანიზაცია, თუ ქრისტეს მოყდინება მათ სურს, როგორც წესი ეკლესიას ებრძვიან და ეკლესიური ცნობიერების აღმოფხვრა სურთ საზოგადოები. როდესაც ხელისუფლება ქვია და როდესაც ფიქრობ ეროვნული უსაფრთხოებისათვის აუცილებელია ეკლესიას ებრძოლო და პატრიარქის სიტყვა არ გაითვალისწინო, როდესაც შენი ცხოვრებით, შენი ქმედებით დასინი ერის მამას და გახსენდება და თუ არ გახსენდება გაგახსენებ, რომ მას ილია ქვია და იგი კათოლიკოს პატრიარქია. და როცა გახსენდება და თუ არ გახსენდება გაგახსენებ, რომ თავისუფალ საქართველოში შენ თავისუფალ საქართველომდე ილია მოკალი და თავისუფალ საქართველოში პატრიარქი მოკალი და შენ დღეს ილიასა და პატრიარქს ერთდროულად კლავ შენი ცხოვრების წესი და ქმედები. მე როგორც მოდელი გავფრთხილებ. ეს დიდ განსაცდელს მოაწევს შენზე როგორც ხელისუფლებაზე და თელერზე, რომელიც შენ ტას გიკრავს. რაც მოხდა 18-21 წლის საქართველოში. არ შეიძლება ამის გაკეთება. არ შეიძლება, არის ცოდვასაც თავის ზღვარი აქვს. არის საზღვარი, რომლის უკან დასახევი აღარ არსებობს. არის ზღვარი, რომლის იქით აღარც ადამიანია, აღარც ადამიანი. და ადამიანი ცხოველზე უარესი თავად დემონი ხდება. ღმერთი არ დაუშვებს. ღმერთი ცოცხალია, მინდა გითხრათ. იგი ცოცხალია. ფოთაშორის წინა წერილში ესეთი სიტყვებიც არის: საშინელებაო ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა. ღმერთი ცოცხალია და საშინელებაა მის ხელში ჩავარდნა, როგორც თუ შენ მისი უარმყოფელი და მგმობელი ხარ. არ შეიძლება ეკლესიას ებრძოლო. ჩვენ ადამიანები ვარ და ყველა ჩვენი გონიერება გვაქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიას თავისი ისტორია აქვს.
და ეკლესიის ღმერთკაცობრივი ბუნება, ან მისი უძლეველობა, იმიტომ რომ იგი კაცობრივისა გარდა ღვთაებრივ ბუნებას ატარებს და აქედან გამომდინარე უძლეველია, როგორც მაცხოვარი ამბობს. ეკლესიის უძლეველი ეკლესიის ღმერთკაცობრივი ბუნების უძლეველობა მის ისტორიაში ძალიან კარგად ჩანს. გადაშალეთ ისტორია და ნახე. დაწყებული ნერონიდან, ულიანოვით დამთავრებული. აი ამ მონსტრების მიერაც კი, რომელმა შეძლო ეკლესიის დამარცხება. საქართველოსთან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ეს იცით რას ნიშნავს? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნაგვები ვართ და უსინდისოდ ვიქცევით, მაინც ღვთისმშობლის შვილები ვართ. მიუხედავად ჩვენი უღირსობისა, არ ვიცი. აი როგორ არის, დედასო შვილი უჩდება, ზოგი კარგი და ზოგი ცუდია, ეხლა ცუდს ხო არ გადააგდებს. აი ესეთი შვილები ვართ ღვთისმშობლის. თითქოს ჩვენსკენ გამოიშურა ხელი მაცხოვარმა გოლგოთაზე და თქვა დედას მიმართავს, აჰა შენი შვილი. ესია ღვთისმშობლის წილხვედრობა, ღვთისმშობლის წილხვედრობა ამას ნიშნავს, აჰა შენი შვილი. ცუდები ვართ, მაგრამ მაინც ღვთისმშობლის შვილები ვარ და უფალი არ დაუშვებს ამ შვილების ბოლომდე გაპირუტყვებას. და თუ დაინახავს, რომ ხელისუფლება ისეთი გზით მიყავს ერი, რომელიც მის სრულ გადაგვარებას გამოიწვევს. უფალს უჯობს, გვცემოს, გაგვამათრახოს და გვსაჯოს, რომ მერე განსაჯოთ და მივხვდეთ ამ უბედურების მიზეზს და ღმერთისაკენ შემოვტრიალოთ. ამიტომ ჩვენი პატრიარქის ილიას შეურაცხყოფა, როგორც მამის, მისი სიტყვის უგულებელს ყოფა. ჩვენი ეკლესიის შევიწროვება სხვადასხვა კანონები. მე ხელისუფლება ვარო და ჩემს საქმეს ვაკეთებო, თქვენ რა გესაქმებათ? რა თქმა უნდა, თქვენ ხელისუფლება ხარ და ჩვენ არ გვესაქმებათ, თქვენ რას აკეთებთ? კი ბატონო, ამ პოზიციას ჩვენ ვიღებთ, მაგრამ უბრალოდ ვიგებთ და ვიღებთ კიდევაც, რომ ეს გინდა თქვენ გასაგებია, მაგრამ ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. არც თქვენა და არც ჩვენ. თქვენ თავისთავად ცხადი არ მოგიტანთ კარგს არაფერს. ხოლო ჩვენ თუ შევეგუებით, შინაგანად ამბობთ, ჩვენ არ შევეგუებით. ჩვენ ყველგან ვიტყვით. ჩვენი ბრძოლის ფორმა არის სიტყვა. ჩვენ ერთადერთი იარაღი გვაქვს სიტყვა და ყველგან ვიტყვით, რომ არ შეიძლება და პირველ რიგში თქვენ გეტყვით, არ შეიძლება ამის გაკეთება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თქვენ თავს იკლავ, თქვენ იმ ჭრით, რომელზეც ზიხართ, ცოდოები ხართ, ჩვენი ძმები და დები და როგორც ეკლესიის წარმომადგენელი იერარქი ვიტყვი, ჩვენი შვილები ხართ. და დედა ხო უნდა გაგაფრთხილოს, რომ ცუდ რამეს აკეთებს შვილო, არ შეიძლება ამის გაკეთება. რაღაც პრინციპებით მოქმედებ, დემოკრატია კერპად გაიხადეთ. და თუ დემოკრატია კერპად გაიხადეთ, იყოს თქვენი კერპი, მაგრამ კერპის სახელი და კერპიდან გამომდინარე გელაპარაკებით, ჩვენ უმრავლესობა ვართ სამშობლოში. ჩვენი სამშობლოა საქართველო. ქრისტიანობაში არ არის წარმართი ელინი და იუდეველი. ქრისტიანობაში ყველა ერი თანაბარია, ქრისტესათვის ყველა ერის წარმომადგენელი თანაბარია. მაგრამ ესეც არ არის ჩემი გამოგონილი ღვთისმშობლის წილხვედრი რო ვარ და მეორეს მხრივ იმასაც ხედავ, რომ როცა ჩემ სამშობლოში ვინმე იჭრება და ცდილობს ისე გადაჯეგოს ჩემი სამშობლო, როგორც უწმინდური ღორი თავის დინგით ჯაგებს გადაჯეგავს, მე ბუნებრივია რეაქცია მექნება. გამახსენდა ის ქართველი, ერთი ქართველი, სახელს არ დავასახელებ, ის თუ მოისმენს ამ სიტყვას თვითონ მიხვდება, რომელიც ჩვენ პატრიარქს აბრალებს, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სომხების კათოლიკოსს. გამაოგნებელი თავხედობა. და მე არ ვიცი რა ქვია ამას, როცა ის ესეთ რამეს ამბობს კათოლიკოს პატრიარქზე, როდესაც პირიქით ხდებოდა, ვისაც გინახავთ ეს ვიდეო ჩანაწერი ინტერნეტში, როგორ რა დავარქვა არ ვიცი, კულტურის ნასახი რომ არა, ზდილობის, ღირსების, ბოლო სასულიერო პირი ქვია. როგორ იქცევი და როგორ ექცევი ასაკით მამისტოლა კაც, როგორ ექცევი საერთოდ? ეს თუ სომხებს რაიმე ღირსება აქვს, ყველა უნდა აღშფოთდეს ამ საქციელზე. რა უბედურება იყო. ესე იგი ჩამოდის ადამიანის სტუმრა, თავხედურად რამდენიმე ასეულ ეკლესიას ითხოვს, ჩვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილს და ჩვენს მამას შეურაცხყოფას აყენებს.
მუცელზე, ხელზე, ხელებს უტყაპუნებს და ფეხზე ხელებს უტყაპუნებს და შენობით ელაპარაკება და შენ ყველაფერი გაქვს ეუბნება. ეს რა უბედურება, თვალებს არ უჯერებდი კაცო. მე მეგონა სადღაც ბირჟაზე ვიდექი და ვიღაც ბირჟავი კი რაღაც ხულიგნურად რაღაცას ამბობ. ეს რა ნახა ჩემო თვალით. მიდის ეს ადამიანი თავისი ერის შემარცხვენელი, სომხების შემარცხვენელი. მიდის და ამის მერე ჩემი ხელისუფლება მათ აძლევთ უფლებას იურიდიულად დაკანონდე და უფრო გულმხურვალედ მოითხოვონ ის ტაზრები, სადაც ჩემი წინაპრების სისხლია ჩაქცეული. და მაგრამ მე ვეკითხები ამ ხელისუფლებას, კაცო, შენ ვის მხარეზე ხარ? ვის მხარეზე ხარ? ჩემი მამა ილია არ გინდა და გარეგინი გინდა, კაცო. ვის მხარეზე ხარ შენ? გამაგები, ვინა ხარ? რომელ პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე მელაპარაკებ? რას საუბრობ? კითხვა მიჩნდება 70 კაცი იკრიბება პარლამენტში. ერთი წინააღმდეგი არ აღმოჩნდა. რა გააკეთეთ ეს? ვინცაც ხელის მოწერა არ უნდა და ყველა გვერდზე გადგა. თქვენზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ. თქვენი ხელმოწერა. თქვენ გონია თქვენი ხელმოწერა ფურცელზე დაფიქსირდა, ჩემო ავიცი ყოფილო თუ ჯერ კიდევ ძმებოდა დებო, თქვენი ხელმოწერა ფურცელზე არ დაფიქსირებულა, თქვენი ხელმოწერა ზეცაში დაფიქსირდა. იმ წინგში, სადაც თქვენი მარადიული ხვედრი განისაზღვრება. მე გეკითხები, თქვენ ადამიანებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეთ ეკლესიის მტრობას, ამ გარეგინის ჩამოსulis მერე რაც თქვენი თვალით ნახეთ რა უნდოდა. როცა თქვენ ყველამ ხელი მოაწერეთ ეკლესიის მტრობას, სამშობლოს მტრობას, ჩვენი შვილების მტრობას, აი იმ ბედნიერების წინააღმდეგ თვლას, რომელიც მე თავიდან ვახსენე, რა ბედნიერებაა ქრისტესთან ყოფნა. როცა აი ამის წინააღმდეგ თქვენ ხელს აწერთ, მე გეკითხები. თქვენ უკვე გააკეთეთ არჩევანი. თქვენ უკვე თქვით უარი ქრისტეზე. თქვენ იყვირეთ ჯვარსაცუო ეგე. თქვენ ხართ ილიას მკვლელებისა და კირიონის მკვლელების მემკვიდრე. თქვენ ხართ? თუ ჯერ კიდევ არა ხარ და ეხლა ეგების გააცნობიერო და შეინანო, მე გეტყვით. თუ თქვენ შეინანო, მე პირადად მღვდელი თეოდორე გიგნაძე გულში ჩაგიკრავთ. ხოლო თუ თქვენ არ შეინანოთ, ღმერთი რომელიც ციცოცხლის წყაროა გულში ვერ ჩაგიკრავთ, იმიტომ რომ თქვენ ამის უნარი აღარ გექნება და თქვენ ხელს აწერთ თქვენს მარადილ დაღუპვაზე. თქვენ სული წმიდის მგმობელები ხართ. თქვენ ანტიქრისტი აერჩიეთ. თქვენ გააკეთეთ არჩევანი ანტიქრისტეს სასარგებლოდ. არა ის ჩიპები, რომელიც თავისთავად ცხადია საშინელებაა, არა ის პასპორტები, რომელიც თავისთავად ცხადია ცუდია და კიდევ ერთი ნაბიჯია იმ სოფლიო გლობალური კატასტროფისაგან, რომელსაც ანტიქრისტეს მოსვლა ქვია, არამედ თქვენი საქციელი უკვე ანტიქრისტეს არჩევანი. ეხლა ჩვენ რა გვეშველება და ჩვენ როგორ უნდა წავიკითხოთ ეს რაც მოხდა. მე ესე ვკითხულობ, ღმერთმა დაუშვა ეს უბედურება ჩვენს გამოსაფხიზლებლად. პირველ რიგში სასულიერო პირების გამოსაფხიზლებლად. ჩვენ არ ჩვენი წოდების შესაბამისად ვცხოვრობთ. არ ჩვენი ზნეობა ქრისტიანისათვის მისაღები და ის შესაბამისი. არ ჩვენი განათლება და ცოდნა არის შესაბამისობაში ჩვენს მდგომარეობასთან. ანუ მე ვგულისხმობ იერარქიას. ეს ყველაფერი ჩვენს გამოსაფხიზლებლად დაეშვა. ჩვენ მეტი გვაქვს საკეთებელი. ჩვენ უნდა ინტელექტუალურად უფრო მეტი განსწავლულები ვიყოთ. ჩვენი ზნეობრივი ცხოვრება უნდა შეესაბამებოდეს ქრისტეს ცხოვრებას. ხას უსვავ, არა რომელიმე წმინდანის, არამედ თავად ქრისტეს ცხოვრებას, ქრისტეს სახე ვარ თითოეული ჩვენთაგანი. ჩვენი ცხოვრების საზრისი და მიზანი ღმერთი უნდა იყოს და ეს საზრისი და მიზანი ისე უნდა იყოს, რომ გულმხურვალე, რომ ყოველთვის ყველაზე გადამდები იყოს და ყველა ამას ხედავდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ მისიონერნი საქართველოში. სინამდვილეში ეს კანონი მე რას დამაკლებს? მე იმდენი მრევლი მყავს პირადად, რომ ვერ აუდივარ. ასევე ყველა სასულიერო პირის, ვინც მეტნაკლებად ცდილობს, რომ გულმხურვალედ უერთგულოს თავის უფალს. რა უნდა დამაკლოს მე?
მაგრამ ეს არის საშინელება სახელმწიფოებისათვის და ეს არის საშინელება იმ ბავშვისათვის რომელიც დედა და მამა სულს გაყიდის ფულზე და რომელიმე უცხო კონფესიის საბავშვო ბაღში მიიყვანს ბავშვს იმიტომ რომ იქ კარგი საკვები იქნება და კარგი რაღაცა ექსკურსიები და ის ბავშვი თავიდან სულში ნაგავჩაყრილი აღმოჩნდება იმიტომ რომ ქრისტიანობა მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტებაა რომელიც ღმერთთან მიმყვანებელია ვიცი ჩვენ ხელისუფლებას ეს არ წამს რო წამდეს აბა ამას უარ გააკეთებდა მე შემიძლია ვთქვა ისე როგორც მაცხოვარმა თქვა და სტეფანე პირველ მოწამემ უფალო შეუნდია არ იციან რას აკეთებენო მაგრამ ჩვენ ვაფრთხილებთ ჯერ ხომ ცოცხლები არიან ისინი იცით რასაც აკეთებენ და თუ არ იცით გაიგეთ რასაც აკეთებენ ამიტომ ჩემთვის როგორც მღვდლისათვის თუ ასე ვიფიქრებ ძალიან ვიწროთ არანაირი კანონი პრობლემა არ არის პირიქით რაც უფრო შევიწროებულია ეკლესია უფრო ძლიერდება ეკლესიის ნახოთ აი თუ ჩვენ გადაწყვეტილი აქვს ჩვენ დაგვამცრონ და გაგვანადგურონ ეკლესიის ისტორიას გადახედავთ სოფლიო ისტორიაში რაც მეტად შეუტევენ ეკლესიას უფრო ძლიერი ხდება იმიტომ რომ უძლებელი არ გჯერათ მაგრამ ესია ისტორია ხვადასტურებს ეს ერთი და მაგრამ მეორე მე როგორც ჩემი სამშობლოს რიგით მოქალაქეს როგორც ქართველს რომელსაც სისხლი უხარის და ჩემს სისხლს უხარია და ბედნიერი როცა ყველაფერი ქართულს ხედავ ტკივა ჩემი სისხლის მიერი პატარა ძმების და ჩვილების და ახალგაზრდების ცდუნების შესაძლებლობა მტკივა და რა თქმა უნდა თლიანად არ ჩემი სამშობლოს განადგურება არ მინდა და არც სასჯელი არ მინდა მე განჯის შესაძლებლობა ეხლა მაქვს რატო უნდა გავსაჯო მე როცა დავისჯები და არც თანამონაწილეობა ყველა ის ჯერ ვინც ხელი მოაწერა ამას და ყველა ის ვინც თანაუგრძნობს ყველა ის ვინც გულგრილია და ამბობს რა მოხდა დიდი ამბავი ეგეთ ადამიანებთან პურის ჭამაც კი არ შეიძლება სუფრაზე იმიტომ რომ ისინი ყველანი შეგნებულად მტერნი ხდებიან ჩვენი დედა ეკლესიისა და ქრისტეს ყველაფერს მოვითმე ნებისმიერ შეურაცხყოფას ნებისმიერ დამცირებას ყველაფერზე უკან დავიხევ მაგრამ როცა საქმე ქრისტეს შეეხება ჩემს უკან განა იმიტომ რომ გმირია და ვაშკაცი ჩემს უკან უბრალოდ ბეტონის კედელია და ვეღარ დავიხე და აი ესე როგორც მე ვამბობ საქართველოში 1 და 2 ადამიანი არ ფიქრობს მე იმედი მაქვს რამდენიმე მილიონიც ესე იფიქრებს საქართველოში რაც შეეხება სხვა ერების წარმომადგენლებს იგივე სომხებს სად გინახავთ საქართველოში დევნა რომელიმე ერისა ამის კლასიკური მაგალითი ხო ებრაელებს ყველგან დევნიდნენ საქართველოს გარდა სად გინახავ საქართველოს ქართველი კაცი ვინმეს დევნიდეს ან თქვენ გდევნით განაძმობას არ გიწევთ ხოლო თქვენთან განა სომეხის გარდა ვინმე ცხოვრობს და კითხვა მიშდება რათა რა ცხოვრობს სომეხის გარდა ვინმე სხვა თითქმის ერთ და იგივე რეგიონი ასე რომ სხვა ეროვნების წარმომადგენლებსაც შეეხებათ ერთი რამე იცოდეთ რა რომ ისეთ სიწმინდეს შეხვეს ყველაფერი აი მიწა წაგვართვეს ამდენი პროცენტი დავყარდეთ მიწა წაგვართვეს მაგრამ ქართველი კაცი უცნაურად ავადმყოფურად მეგობრულია სხვა ერებთან რაღაც ყველა გვერდს მაგრამ არის წერტილი რომელსაც ნუ შეეხებით ეს არის დედა ეკლესია არ შეგრჩებათ არავის არც ერთ ადამიანს არც ერთ ხელისუფლებას არც ერთ ეროვნებას არ შერჩება ეკლესიის ხელყოფა ეს ქართულმა ხალხმა 1500 წლოვანი უფრო მეტი კიდე თავის ისტორიის ქრისტიანული ისტორიის განმავლობაში ძალიან კარგად დაადასტურა ჩვენ ასეთ დროს სიკვდილის არათუ არ გვეშვინია ჩვენ ესეთ დროს ვეძებთ სიკვდილს როგორც ვახტანგ გორგასალმა გვიანდარცა ყველა ადამიანი დღეს ყველა გულმხურვალე ქართველი დღეს როცა ეკლესიაში შეხვდენ ხდება 300 არაგველი და ხდება ვახტანგ გორგასალი ჩვენი გეშინოდეთ ჩვენ უკან არ დავიხებთ და ჩვენი ძალა არის ადამიანთა მოსული ღმერთი ჩვენი ძალა არის იესო ქრისტე ჩვენი ძალა არის ეკლესიის ძალმოსილება ჩვენი ძალა დიახაც საკუთარი სისხლი რომელსაც სიამოვნებით დავღვით ღვთისადიდებლად და მე აინც მინარსე დავასრულე ხელისუფლებას მიმართავ მე იმედი მაქვს მე ვიცი რომ თქვენი გარეგნული ქმედება სული წმინდის გმობა მე ვიცი რომ თქვენი გარეგნული ქმედება იმსახურებს ესეთ სიტყვას თქვენ არასოდეს მიგეტევება და თქვენ შვილებზეც იფიქრეთ მაგრამ მე იმედს ვიტოვებ რომ თქვენი არჩევანი ბოლომდე არ განხორციელებულა და ეგების დაინახავთ საკუთარ
შეცდომას და ეგების უარს იტყვით. რა ფორმით, როგორ? ეს თქვენ პოლიტიკოსობის საქმეა, ეს ჩემი საქმე არ არის. თქვენი გაფუჭებული, თქვენვე გამოასწორეთ. ნუ გააკეთებთ იმას, რომ საკუთარი თავებიცა და შთამომავლებების დაიწყევლოთ. და ნუ გამოვა ისე თქვენზე, როგორც იუდეველებზე გამოვიდა. როცა ქრისტე მოკლეს სისხლი მაგისი ჩვენზე და ჩვენ შვილთაზე და ნუ იქნება ეს თქვენზე და თქვენს ოჯახის წევრებზე. რაც შეეხება ჩვენ კვლავ არჩევნის წინაშე დგავართ. ჩვენ ბედნიერება და სიხარული გსურს. ჩვენ არაფრის გვეშინია. იმიტომ რომ ჩვენ ცოცხალი ღმერთის შვილები ვართ. ჩვენი არჩევანი სახეზეა. ჩვენთვის არჩევანი ჩვენ წინ არის. და ძალიან ადვილი არჩევანის გაკეთება. იმიტომ ეს არის შავი და თეთრი. ეს არის პური და ჯვარი. არჩევანი უნდა გავაკეთოთ შავი თუ თეთრი. პური თუ ჯვარი. სიამოვნება თუ ღირსება. ღორი წუმპით თუ წმინდანი ეკლესიის გვირგვინით. თითოეულმა ჩვენთაგანმა აერჩიოს ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.